ძალიან მაგარი კადრები გველოდება, ამ ყველაფერს გავხეთქავთ, დავამტრევთ და ცეცხლს დავამტრევთ. დღეს ჩვენს გვერდში არის ჩვენი არხის ერთგული გამომწერი ნიკა. ნიკა, რა გვარი კაცი ხარ? ბიჩინიგაური. საგურამოველი კაცი არის. შემოგევლე. და რახან საგურამოს ახლო ტერიტორიებზე ვიღებთ. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი გამომწერია, ახალგაზრდა ბიჭი არის, პერსპექტიული მონადირი არის. მოდი ნიკუშ დაინახე მაყურებელს. მოდი შემოგევლე. ეს მოგვეხმარება. თან ერთად და ძალიან ისე ოპტიმიზმით არის ეს კაცი და ენთუზიაზმით და გვეხმარება და კარგი ბიჭია საერთოდ. ჩვენ პატარა მაგაცი ჩვენ მარტო კულინარიაში კი არ გვეხმარება, მაყურებელს ახსოვს ჩვენი ვიდეოებიდან ეს კაცი. როლებშიც აქტიურ მონაწილეობას იღებს. ხო გაბი? მალენ, როგორ ფიქრობ? ჩვენ მაყურებელს აინტერესებს რატო გვაქვს ცეცხლმაქრი? ჩვენმა მაყურებელმა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჯერ არის, მაგრამ ძალიან მაგრად აინტერესებს რატომ გვაქვს ეს ცეცხლმაქრი და მაშხალები გვაქვს? გვაქვს. იპოვე? არა. გიოსხოვე და იყიდა. თავისთავად ძალიან საინტერესო იქნება უბრალოდ ცეცხლმაქრსაც რო ესროლო. იმიტომ რომ წესით საინტერესო ეფექტი რაღაცა საინტერესო ეფექტი უნდა კონდეს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ამას გავაკეთეთ. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში საჭიროება გვაქვს. რატო? იმიტომ რომ გადავწყვიტეთ მე და მალენმა რომ ბენზინს დაუდოთ უკან მაშხალა ჯოჯოხეთის და ვნახოთ რა ეფექტი გამოვა და რა ეფექტი იქნება როგორი ალი ავარდება. დღეს გადავიღებთ ჩვენ აი ამ ბლოკის გატეხვას, ძალიან მაგრა გვაინტერესებს ჟაკანით როგორ შეიძლება რომ დაზიანდეს რა დონეზე, როგორც წესი ხალხში მუსირებს ასეთი აზრი, რომ შეიძლება კედელს ამოეფაროს და ტყვიას გადაურჩეს. ძალიან მაინტერესებს რეალურია ეს თუ არა. მოდი მაშინ უფრო შორს წავიდეთ და უფრო დეტალურად ავხსნათ მაყურებელს, რას ვთავაზობთ. რამოდენიმე ნაირი გვაქვს ნაყიდი ბლოკი, 10 სანტიმეტრიანი, 15-იანი, 20-იანი. დიახ. ამასთან ერთად კიდე ცოტა ვიწვალე და ახალ, ანუ თანამედროვე ბლოკებთან ერთად მოვიძიე ძველი კომუნისტური ბლოკი. რო შევადაროთ? ვიზუალზე ბევრად უფრო მდგრადი და მოშნია. ხო და აი ნახოთ აბა რეალურად რა იქნება. მოდი ბარემ ისიც უთხრეთ მაყურებელს კიდე რა გვაქვს. გვაქვს მე და მალენს შეძენილი სხვადასხვა საღებავები 2 ლიტრიანებში, 9 ლიტრიანებში. მაინტერესებს როგორი ეფექტი ექნება, ჟაკანი რომ მოხდება, კარტეჩი რომ მოხდება. გვაქვს საზამთრო, გვაქვს კომბოსტო, რაღაცა აი ვერთობით სეზონამდე რაღაცით ხო უნდა გაგართოთ, დაგაკავოთ. ამიტომ ყველანაირად ვცდილობთ. საზამთრო თბილია. საზამთრო ცხელია და ამიტომ გული ნუ დაგწყდება. ხო, ეს ვით მეთქი რა ვიცი ახლა უნდა. სუჭამაზია, ჩემსავით არის. კიდე გვაქვს ერთი ესეთი ჩანაფიქრი. ფერადი წყლები გვაქვს, რომ ნახოთ სამ slow motion-ში, ასე ვთქვათ, რა ეფექტი ექნება და ასევე გვაქვს გაყინული ეს ფერადი წყლები, რომ ყინულს რას უზამს ეს ტყვიები. მოკლედ, ვერთობით ბიჭებო, ვცდილობთ რომ თქვენც გაგართოთ და გვიყურეთ მე და მალენს და ისე ამოვნეთ, აი ეგ თემა არის. დღეს ვაპირებთ აი ასეთი საინტერესო იარაღით ამ ყველაფრის ტესტირებას. ბენელი ფრენჩი 12 კალიბრიანი ბატონებო. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თოფი. შევიწროვება 4 ჭრილიანი, რომელიც ძალიან თავსებადი არის ჟაკანთან, ბატონო. გადასარავი. კარგი, ეხლა ჩვენ რა დაგვრჩენია? მხოლოდ და მხოლოდ ჟაკანი შიგნით ჩადება და გასროლა, ხო? მაგრამ რა დისტანციაზე ისვრი? ზუსტად არის 12 მეტრი. ეხლავე შეგამოწმე. აბა შემოვწმე. ნახოთ რა ხდება. ეს ყველაფერი არის 13 მეტრ ნახევარში. მთელი მეტр ნახევარით შევწდი ესე. 13 მეტр ნახევრიდან ვისვრით ჩემომალენ და მე მგონი საკმაოდ უსაფრთხო ზონაში ვართ. კი, აშკარად, თან შენ ისეთი მომზადებული ხარ, რომ პირველი გასროლის საშუალებას შენ გაძლევ, იმიტომ რომ უკვე აღჭურვილი ხარ, მინდა გითხრა თავიდან ბოლომდე, აჰა შენ თოფი. თქვენ ალბათ გახსოვთ, ჩემო მეგობრებო, ერთ-ერთ ჩვენს ტესტირებაში იყო შემთხვევა, როდესაც დამწვარი დენთი თვალში მომხვდა. და თავისთავად, რა თქმა უნდა, აღარ გვაქვს სურვილი, რომ ეს ყველაფერი ასეთი სავალალო ამბით განმეორდეს.
სათვალეები აუცილებელია, ყურის დამცავი საშუალებები აუცილებელია და ეხლა შევუდგეთ ჩვენს ტესტირებას. დღევანდელი ტესტი ჩატარდება მეგობრებო 34 გრამიანი ჟაკანით. გოგა, მზად ხარ? მზად ვიყავი მე. მალე. ამ ბლოკს რო ვუყურებ, აფმოფარებას აზრი არ აქვს. არანაირი, უარესია. იმიტომ ტყვიასთან ერთად კიდე ნამსხობები მოხდება. ის ტესტი ხო არ ჩავატაროთ შე რო თქვი რა. ანუ ორი დავდოთ, ხო? არის მაგის საშუალება. გულის სიღრმეში სადღაც მაინც მეგონა რომ გააჩერებდა ჟაკანს ეს ბლოკი. რას ლაპარაკობ? შენ თუ კამფეტი გასინჯული გქონდეს. არა, მე უბრალოდ იქიდან გამომდინარე რა, ბანძობა ხარისხის ტყუებით შემოდის ბაზარზე, იქიდან გამომდინარე ვფიქრობდი, მაგრამ რას ლაპარაკობ? ეხლა მაინც ჟაკანი არის, მაინც 34 გრამი არის. ანუ მე რომ მკითხო, არც ერთ ბლოკ შანსი არ აქვს. ჩვენ პლუს კიდე მალე ნაყიდი გვაქვს სხვადასხვანაირი ფორმაციის აგურები, მათ შორის ცეცხლგამძლე აგური მაქვს ნაყიდი რა. და ძველი ქართული აგური და ეს ყველაფერი შეგვიძლია დავდოთ და ვნახოთ რა, მე მგონი კარგი იქნება ძალიან რა. ეხლა მივუდებ მეორე ბლოკს და კიდე ერთი გასულა უნდა განახორციელო. ნახოთ. გოგა, მე რას ხედავ, ვიცი? ვეღარაფერს ვეღარ ხედავ, მაგრამ ვეღარაფერს ვეღარ ხედავ. ის ბლოკი დავლა არის ჩავარდნილი მე მგონი. ერთი. ნახავ. მოდი მივიდეთ ვნახოთ ერთი მანდრა მდგომარეობაა და მე მაინტერესებს slow motion-ში რა ხდება. აუცილებლად, წამოდი. აი ხო გითხარი, ესე იგი მეორე ბლოკი მე მგონი გადარჩენილია. ხო, მაგრამ ნამტროვებმა გადააგდო. თუ ტყვიამ გაიარა და მოხვდა. ვაუ. ნახე რა ხდება აქ. აქ ხდება ის, რომ ნამტროვებმა გადააგდო და არა ტყვია. დიახ. იგე? ეს ახლა ჩვენ გავანთავისუფლოთ, მაყურებელს ვეტყვი, რომ წამოღებული გვაქვს ძალიან მყარი ნაგვის პარკები და ყველაფერს აუცილებლად ავალაგებთ, რაც ჩვენს შემდეგ დარჩება. ისე რომ არ შეეტყობა ამ ადგილს რომ ვიყავით. დიახ. ჩემო მარლე. იცი რას გეტყვი? 10-იანი ბლოკი. ფეხზე კარგად დადგეს. არა, 10-იანი ბლოკი ჩვენ უკვე დავტესტეთ. დიახ. გადავიდეთ 15-იანებს. იცი რა მაინტერესებს? 15-იანი მოდი ერთი ცალკე როგორ მოიქცევა ეგ ვნახოთ. ხო? და თუ 15-იანში ბოლომდე გაიარა ტყვიამ, მერე ვნახოთ 10-იანთან მიმატებული რა გამოდის. ანუ მივადგათ ბოლომდე შენ მაგას ამბობ? კარგი ბატონო. მოვიდა 15-იანის ვერი ჩემო გიორგი. აი ეს. მაგრამ 15-იანი მარლენ ჩათვალე რომ პრაქტიკულად უკვე ორი ბლოკი არის რა. ერთი შრე ემატება. დამატებული არის ერთი შრე. ხო. ახლა როგორი თემა არის? აი 10-იანი ძმაო. დიახ. და აი დამატებული კიდე ერთი შრე. ხო. მე მაინც მგონია რომ გაბდღნის ჟაკანი დედას უტირებს. სანამ გავისვრით slow motion-ი არ გაინტერესებს? ბიჭო, მაინტერესებს, მაგრამ ძალიან ბევრ დროს კარგავთ ამ თაკარა მზეზე. აქ ჩანს რეალური სიტუაცია. აბა გავუშვი ერთი გვაჩვენე რა ხდება. ხო. ბიჭო, ამ კადრს რო ვუყურებ, გოგა, ფაქტიურად შეგრძნება სტოვებს, რომ იმ ბლოკსაც წესით უნდა მოხვედროდა ჟაკანი, ბიჭო. მაგის უკან რაც იდგა. მაგრამ აშკარად ნამტროვებმა გადააგდო. მეგობრებო, მოგვივიდა თავში ესეთი საინტერესო იდეა, ეხლა გოგა გაისვრის და მოგვივიდა მოგვაწოდეს. მოგვაწოდეს, დიახ, რა თქმა უნდა, გიომ მოგვაწოდა, რომელიც slow კამერას მართავს. მოკლედ ესეთი იდეა რა, ორჯერ უფრო შეიძლება რომ შევანელოთ, მაგრამ იქნება შავ-თეთრი კადრი, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან კარგად შეიძლება დავინახოთ მართლა როგორ იქცევა ტყვია. მე მგონი ჩვენი მაყურებელი არ იქნება ამისი წინააღმდეგი. ყოველ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია რამოდენიმე გასროლა განვახორციელოთ შავ-თეთრით და რამოდენიმე ჩვეულებრივით, როგორც მინიმუმ მე შედარების საშუალება მოგვეცემა. კი ბატონო. მომაწოდენი კუში, მადლობა შემოგევლე.
გოგა. სამივე კედელი თავისუფლად და უპრობლემოდ აქვს კი. გაბრუნებული. ესე იგი, ბლოკიც კი ამ ზომისა, ფაქტობრივად 15-იანი. წინაღობა არ არის და იმისა, რომ ასე ვთქვათ, ამოეფარო აი კედელს. საინტერესო, მე მგონია რომ 20-იანსაც ყოფის დღეს უტირებს. ხო არა. კარგი. მოდი უნდა ვცადოთ რა, იმიტომ რომ ძალიან მაგრამ მაინტერესებს. ნახოთ 20-იანი, ყველაზე მსხვილი პრინციპში ეგა გვაქვს რა. და ვნახოთ შენი ნასროლი ტყვია რას უზამს. ოპა, всё, აჰა. მოვემზადოთ მორიგი გასროლისათვის. მარა გახრიტა რა გინდა. გაფრიტა კი. და დამინგრია ჩემი კონსტრუქცია, სიმწრით და უფლით აწყობილი. ჩაურიცხი ასილა. ბიჭო, ანუ შანსი აქვს 0, короче, ესე. სამივე გაიარა რა. შანსი 0-ია. კარგი, შემდეგი ტესტი რა გვაქვს? აი ბატონო ჩემო. ინდე მზად ხარ? შენ ხარ მზად სტაფილოს მე ვერ შეგეცილები რა. ანუ შენ მე მენდობი მოკლედ ყველაფერში რო დავაკვირდი. ყველაფერში ჩემი მტერი გენდოს შენ მაგრამ. ჟაკანით თუ ჟაკანით და თუ ხრახლული არით. იცი რა იქიდან გამომდინარე რომ 4 გვაქვს ესეთი გაკეთებული, 1 ხრახნით ვქნათ. თუ გინდა გავხსნათ ხრახნით. მოდი გავხსნათ ხრახნით ხახნო. დავაი. საკო S20. ეს არის საკო S20 308 კალიბრზე. ბიჭო გაგლიჯა ნახე სუნთრად. არა ეს რო გაგლიჯა მაგაში ეჭვი არ მეპარება მაგრამ მე მენდოდა რომ აეგდო. ხო, მაგრამ იქნება აგდო კიდევაც და ჩვენმა თვალმა შეიძლება ვერ დაინახა. შეიძლება აი საინტერესო არის სლოუში გამოჩნდება რა. აქ რა ხდება, ნახე? ხო, აქ ნახე რა ხდება, იმიტომ რომ რახან შენ ზემოდან ისროლე. დიახ. და სავარაუდოდ ალბათ ცენტრში დაუმიზნე. დასწორებული გაქვს 100 მეტრზე თან რა. აქ დახრის კუთხე ხო არის და ახლობით ალბათ 4-5 გრადუსი მაინც ხო არის. ხო, ალბათ. და აი ეს თემა არის რა. გასაგები არის. ვისური ხო. როგორც მინიმუმ სკამი შეგვიღება. კი. როგორც მინიმუმ. რა მინდა იცი რა ეფექტი მინდა მარლენ რომ ავაგდო. ხო. კაიგე და სავარაუდოდ ამისთვის ცოტა ქვევით უნდა დაუმიზნო. ალბათ რომ აი ეს მინდა რა. დიახ. კაი, შემდეგი ფერი. შემდეგი მოდი ფერი. ნახოთ ეხლა მწვანე როგორ განათებს საკაურობას. მარჯვნივ გააგდო. ესე იგი ვერაფრით ვერ ვასწავლე ამ ბოთლებს რომ მაღლა აფრინდნენ. შემდეგი. რომელი ფერი დავდოთ? ყვითელი? ყვითელი. ვახ შენ შემოგევლე რაღაცა გამოვიდა? იყო აშკარად. შემდეგი იქნება შუქნიშნის ფერისგან ძალიან განსხვავებული, მაგრამ ესეც საინტერესო იქნება. ამას ნახე რა უკნა. სად არის ტყვიების ბრძანებელი? მადლობა ნიკუში. ბიჭებო, შემდეგი გასროლისთვის მზად ხართ? რა უკნა ბიჭო. ბიჭო, მე რას ვერ ხვდები, იცი? ოდნავ, ანუ ცენტრიდან მარცხნივ ხვდება ტყვია, რომ ყველაფერი მარჯვნივ გადადის. ალბათ.
აი შემდეგ გასროლას ცოტა მარჯვნივ დავიჭერ მაშინ. შემდეგს რას ვაკეთებთ? შემდეგს რას ვაკეთებთ, ჩემო მარლინდა? ეს საზამთრო ძალიან ისე არის უპატვიცემულოდ მზეზე და უფერა კაი საზამთრო იქნება. სხვათა შორის ისეთი კაპუნა არის, ხო? რა ჩემი არჩეულია ძმაო, რას ლაპარაკობ. მოდი ისროლე. გასროლა. Fire in the hole. არ შეგცხვა, აი სირცხვილის გრძნობა არ განიცადე. ესე უმოწყალოდ შეიძლება საკვების განადგურება? იცი რა დავინახე? რა. ეს საზამთროს ნაჭრები აი აქ ჩემ წინ როგორ დაეცა. მართლა? ხო. პირში ხო არ ჩაგივარდე? არა ჯერ. მაგრამ მე მგონი არის პერსპექტივა გავსიჯოთ. სად არის ბიჭო საზამთრო? ვაა! რა მაგარი ეფექტი იყო. ბიჭო, აუ რა ძალიან ლამაზი კადრი არის. ეს აგებავეც კაი. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. მოდი ახლა მაშინ ესეთი რამე გავაკეთოთ რა. ის გავიგე რომ ბლოგს ხრიტავს ყველანაირს. ხო. ანგრევს შანსი არ აქვს ადამიანს ფაქტიურად გადარჩენის. ორი ბლოკი? ბიჭო, ორი ბლოკი შეგვიძლია, მაგრამ თემა ნახე რა არის, მე აგურებიც მინდა როცადო რა. ანუ რო გახრიტავს, კარგი, მაგრამ როგორ გახრიტავს, როგორ დაფჩხნის, ბლოკის ეფექტი ვნახე. ეხლა მაინტერესებს აგურს რას უზამს. დავაი. გვაქვს ხო როგორც თქვი, რამოდენიმე აგური რა, ახალი, ძველი, ნაწრთობი, ცეცხლგამძლე. მოდი ახალი შევადაროთ ძველს. ბიჭო, შევადარო. ახალს რა დაემართება და მერე ვნახოთ ძველს რა დაემართება. ოკეი, მაგრამ ნახე, ძველი არის ქართული აგური, რასაც ქვია, ეს ბრტყელი აგურები რა. შენ თუ გინდა ჩვეულებრივი აგური, შეადარე აგერ ცეცხლგამძლეს და ძველ აგურს. ნახე, აი ესეთი თემა არის. ახალი აგური, ძველი აგური, კომუნისტების დროინდელი, მოდი ესე ვთქვათ, ამოაბრუნე მაინც ეს დაფა. არა ესთეტურად გამოიყურება. დიახ. განაცდა. რა თქმა უნდა. კარგი, ერთი აგდავდოთ. მეორე გვერდზე? შენ ახლა არა გადააგდებს. მე მგონი დაუგდოთ აქეთ იქიდან და უბრალოდ რიგითობით რა, ერთი. აი, მაშინ მანდ დაალაგე, სიმძიმე მოუხდება მაგალითად. ხო, სიმძიმე ნამდვილად არ აწყდეს ამ სკამებს. რას დავამსგავსეთ აკაურობა. ერთი ბლოკი კიდე გვაქვს. აი აქ. ბლოკები გვაქვს. გასროლა. ბიჭო, აი რა შვება მალენ იცი? მე რომ მინდა იმ ეფექტს არ მაძლევს. ხო, რა ეფექტი გინდა შენ? ბუ! მაგას არ აკეთებ? არა. მაგისთვის გვაქვს ჩვენს კიდე ერთი ძალიან საინტერესო ვარიანტი. აბა? ჩვენ გვაქვს თაბაშირი ცელოფნებში. გვაქვს? კი, გვაქვს. და მე ვფიქრობ, რომ აი იქ ზუსტად გამოვა ეგ ეფექტი. ხო, ნუ აქ ორი აზრი არ არის, რომ თავისთავად მოუბრალოდ გამგონია იცი რომ ეს არის აი ეს თანამედროვე აგური რა. და შენ ფიქრობ რომ ეს ძველი უფრო მაგარია? მაგარია? მე ვფიქრობ რომ ეს უფრო ლამაზად გასკდება თუ რაც ქვია. თან რა არის იცი რაღაც დაიცადე Z-ის ნიშანია აქ. თუ ორიანი რაღაცა აწერია ისეთი. გასროლა. გოგაის კამერა გაუშვი. ხო, მიხვდი რა მინდოდა? გამოვიდა ძმაო, აი ეს მინდოდა ნამდვილად რა. ძალიან კარგი. მე რა კითხვა მაქვს შენ თან შევძლებთ თუ არა კიდევ რამე ეგეთი მსგავსის დადებას? კი. მიდიება. ეხლა მარლენ ეს აგური არის ცეცხლგამძლე. ხო? ეგ ჩემ ცეცხლს ვერ გაუძლებს დარწმუნებული ვარ. ხო, შენ ცეცხლს აშკარად ვერ გაუძლებს. ტყვია სტუდიაში?
გასროლა. აბა. ვა. არის ეფექტი. ძალიან მაგარი ვერ გაუძლო ცეცხლს. ცეცხლს ვერ გაუძლო. გოგა, რაღაცა უნდა დავამძიმოთ რა. ანუ 2 დავდოთ? აი, სულ მეფიქრება იმაზე, რომ რამე არსებობს თუ არა, რაც ჟაკანს გააჩერებს. მეტი რა ვქნა. ერთი არის ესე იგი ამ ძველი ქართული აგურის ფორმის შუაში უდევს ძველი ქართული აგური და თანამედროვე აგური. კიდე ხა ჯამში ეს გამოვიდა ძმაო ალბათ სადღაც 1-20 სანტიმეტრიო. შანსი არა აქვს, ვერ გადაურჩება ჩემ ჟაკანს. ვერ გადაურჩება, ვიცი, მაგრამ ჯობია სიტყვები გავამყაროთ ტყვით. ოპა. ანუ როგორ ფიქრობ? მე ესე მგონია, რომ გახვრეტილი არის ყველაფერი. ნახე რა მოხდა მარლენ, აი აქ მოხდა ზევით. დიახ. დაახლოებით 1 სანტიმეტრი, 2 სანტიმეტრი არის უფრო მაღალი ეს აგური აი ამ აგურზე რა. დიახ. გაიგე და გაიარა და პირველი და მესამე გატეხა და შუა არ გატეხატო. მარლენ, ჩვენ ხა ვაკეთებთ ესეთ რამეს. გვაქვს 20-იანი, გვაქვს 15-იანი და გვაქვს 10-იანი. დიახ. ანუ არის 10-იანი, 20-იანი და რამდენიანი? 15-იანი, ანუ პირველი დევს 10-იანი. ხო. ეხა ეს არის 15-იანი და ბოლოში უდევს 20-იანი. თან ეს არის ძველი 20-იანი, რომელსაც ვამბობდი. არა ახალი რა, აი ძველი ასე ვთქვათ რა. ვა, ბიჭო, შეაყოვნა, ხედავ? შეაყოვნა რბილად ნათქვამია, ხო? ჩვენ გვქონდა მე და შენ საფუძვლიანი ეჭვი რომ სამივეს ვერ გახვიტავდა. გვაქვს შემდეგი მოცემულობა რა 10-იანი გახვიტა თავისუფლად და ზედ მიაყარა ვერაფერი ვეღარ უქნა. ანუ 10-იანს რო ხვიტავს, ხო, შემდეგი უკვე იცავს აშკარად რა. კი. მაგრამ რა არის, იცი, ხო უნდა მოხვთესმა სად არის? ტყვია სად არის? ხო. ტყვია ცოტა უნდა გადა. ანუ დაიბრუნა შეიძლება. აი ერთი ცალი ვიპოვე, გააჩერე მაკაურობა. აი ვიპოვე. და სხვათა შორის ცხელია ხელები მეწვის. მოდი გიახლოვდან ნახე აბა ეს. მალენ, შემდეგი გასროლა, ესე იგი 15-იანი გაქვს ეხლა წინ. კარგი. მომწონს მე ეს თამაში. ვა! რაღაცა სხვა ეფექტი გვაქვს. მოცემულობა შეიცვალა. მოცემულობა შეიცვალა, ძმაო, ანუ და რის ხარჯზე? აზრზე არა ვარ, ანუ რაღაც ცოტა მიმძიმს ლოგიკური დასკვნა გავაკეთო. მე გეტყვი, მე მიადვილდება. აბა, და გეტყვი რა შეასაქმე. აქ ცენტრი არის დარღვეული. ის მასალა მე მგონი სხვა. არ არსებობს, ერთი ცეხიდან მაქვს წამოღებული. მართლა? კი. მაშინ არ ვთქვათ, რომელი ცეხიდან მოგვაქვს ბლოკი. არა, უბრალოდ მართლა მაინტერესებს რა, ანუ თემა ნახე რა არის, რომ 10-იანი გახვიტა და ვერ გახვიტა 15-იანი მიედო. დიახ. აქ ეხლა 15-იანი გახვიტა. და პლუს კიდე ესეც მიან გამოაყოლა გამოანგრია. 20-იანი. კი. ძალიან საინტერესოა. ფერში სხვაობას ხედავი. ის ფერში სხვაობას ხედავ ერთია. მოდი კიდე ერთი გასროლა განვახორციელოთ.
გამარჯობა მარლენ. ეხლა რაღა მოხდა? ეხლა მოხდა ის, რაც პრინციპში უნდა მომხდარიყო. გახეთქა. მოსალოდნელი იყო. გახეთქა 15 სანტიმეტრიანი დიახ. და ვერც შეეხო 20-იანს. ეხლა ნახე მე რა აზრი მაქვს. შესაძლებელი არის ეხლა გიორგი გადაიღებს ალბათ. მოვატრიალოთ ეს ბლოკი, ცოტა ესე. შესაძლებელია, გოგა, რომ ჩვენ გვხვდებოდა, რომ ვისროდით, ხვდებოდა აი ამ ადგილში. მიხვდი და ეხლა შეიძლება ცარიელში გაიარა, ან იქ გაიარა, მიხვდი და მაგის ხარჯზე შეიძლება ხდებოდეს აი ეს მომენტი, რომ ხან ხვიტავს, ხან ვერა. მესმის მაგაზე მეც ვიფიქრე, მაგრამ აგერ არის ნაბჩხვენი. ნახე? აი ამ ყარ ადგილში არა აქ მოხვედრილი, ანუ ფურცლებში აქ. ხო. ხო, ნუ მაშინ არ ვიცი. მაშინ არ ვიცი. რაღაცა სიმსუბუქეზე საუბრობდი შენ. სიმსუბუქეზე? ხო, გამტვირთოთ ჩვენი გამტვირთოთ, ხო, აბა რა. და რა შევთავაზოთ? ფერადი საღებავები როგორ იქცევა? საღებავები კი არა. აბა, ქვილი? ქვილით დავიწყოთ არა, მაგრამ ქვილს უნდა აწყობა და დაკიდება. ამიტომ მაშინ მოდი ეს სეგმენტი ჩავასრულოთ და მე შემოთავაზებ. ანუ დავიწყოთ საღებავებით? აი, მაგრამ იცი რა მინდა გთხოვო? ეს ბლოკი რო დარჩა, ხო არ დავასრულოთ? ხო, დოჟე ვარიანტ. გვაქვს მაგის საშუალება, დავასრულოთ. დავასრულოთ მაშინ. ეს არის აი ეს ბლოკი, რა ქვია, უფრო ძველი, რამდენადაც მე ვხვდები. ნახოთ. ნახოთ ვენახი. გასროლა. მომეცით კიდე ერთი ტყვია. უშეგენაცვალე. აი ეს უკვე მომწონს. გოგა, როგორი სურათი არის? აღარ არის სურათი. აღარ არის მორჩა? სურათი გაცოდა იყო და გათავდა. კარგი. გასროლა. დაბძღვნა ქართული შემოქმედება. აი ეს, მარლენ. ო, არის ყველაზე სქელი აგურებში. ხო. კი. მაგასაც დაამუშავებს. ვა, რა საინტერესო ვერსია? ვა, შეგენაცვალე. აი ეს მომეწონა. არისო ცუდი. გასროლა. ვაუ, ბიჭო, რა ლამაზი არის. ესე იგი, მე როგორც დავინახე, ერთმა ტვიამ, ცალკე ტვიამ ჟაპონმა. ისეთი ეფექტი. ხო, სხვა ეფექტი. მე მოვსინჯეთ და ვესროლეთ ფინდიხი, 9 კაკლიანი და გაცილებით უფრო სასიამოვნო. მე მგონი ძალიან სიამოვნა მაყურებელმა, კი. ეხლა მაქვს ეგეთი შემოთავაზება ჩემო გოგა. მოდი შევამციროთ ეს საფანტის ზომა და 3 ნომერზე გადავიდეთ 36 გრამზე. ხახო, სიცრუეში გაცხოვრებთ ეს კაცი, ეს შემოთავაზება მე მქონდა. აი, ცოტა უფრო ახლოდან მალე, რა. აი. ცოტა უფრო ახლოდან რომ ეფექტი იყოს. ბიჭო, ეს რა იყო თო? დაბჭხუნა. მარტივ მომრავლება დაშა მოლეკულარულ დონეზე გაანოლა იმიდა რა. რა მაგარი სანახაობა იყო, ეს მომეწონა.
იცი რა? მაგარია. მოდი, გინდა ისო სამებით ვცადოთ და უფრო შორიდან რას იზამს? საინტერესოა. ვალე, შენ ამაზე არ ქვი აისბერგი მე მახსოვს? და თან მეჩხუბე რომ ესეთი მუქიო არ არისო რეალურ ცხოვრებაში აისბერგიო და ძალიან ბევრი უქენიო, ლურჯიო, მაგრამ მე მგონი მაინც იმსახურებს ამ სახელს და დავარქვათ ამას აისბერგი. მარლენის აისბერგი. მარლენის აისბერგი დავარქვათ, ოღონ ტიტანიკი არ დამიძირო. მოდი რა 3 ნომერი ესროლე რაღაცა კარგი მაგარი. ოღონდ ცოტა შორიდან. შორიდან აი საიდანაც ვიდექით იქიდან ესროლე. ბიჭო, შანს არ უტოვებს რა ფაქტიურად. რას ლაპარაკობ? საიდანაც არ უნდა ესროლო. არა და არ დაგავიწყდეთ რომ ეს 3 ნომერი დაცებელზე კარგად მუშაობს, მაგალითად ტურაზე. ამას კარტეჩი უნდა. არის უფროსო. ანუ ნახე რა ხან იმაში, ან მეორე მხრივ ხوارჯობია მაინც ჯაკანი ვესროლოთ ჯერ. კარგი? მე მგონია რომ გაგლიჯავს. ხო. გახევს, მაგრამ ანუ მთლიანი ეს სტრუქტურა შეიძლება არ დაიშალოს. ანუ შეიძლება მეორეჯერ სროლის საშუალება მოგცეს, მიხვდი რის თქმა მინდა? კი ბატონო, ცადოთ. ცადოთ რა ჩვენი რა მიდის. არაფერი არ მიდის. გასროლა. ხო, რა ვთქვი მე? მეორე სროლის. მეორე შანსი აღარა. შანსი გვექნება თქო, ხო? შანსი ნოლია. მაგრამ კარგად ავარდა, ნახე რაც მინდოდა. ის მოხდა რა, ანუ აი მინდოდა რომ ჰაერში აწეულიყო და დარწმუნებული ვარ რომ კარგი კადრები გვაქვს გადაღებული რა. ენი ამითი ყინულები მოგვირჩა ჩვენ და უნდა გადავიდეთ ეხა ამ ფერად ხნილზე. დიახ. და საღებავზე. და ბოლოსთვის შევინახოთ ცეცხლსაშიში სიტუაციები. მაგის მართლა უკვე მეშინია. 4 ნომრით ვნახოთ რა გამოგივა. ბიჭებო, მზად ხართ? რა მაგარია. უდან უდოდა ხო წასვლა? გასტროლა. შვენიერი იყო. აქ არის გოგა ყველა ის ფერი, რომლითაც საერთოდ ეს რაღაცები ვაკეთებ. მოდი უბრალოდ დავკიდოთ ეს სელოფანი და ვნახოთ რა გამოდის. ჰაერი მიეც ცოტა მეტი არა? ხო არ უნდა. ვიცით. რა მაგარია. მალენ. კაი, ჩვენ დაგვრჩა სტეკლო ბლოკი. არ ვიცი ქართულად როგორ არის. საზამთროსაც ხედავ. და საზამთროსაც ხედავ. საზამთროს ჩვენ ჟაკანი ხო ვესროლი? კი. ფინდიხი არ ვესროლო. ფინდიხი არ გვისვრია და მე მეცაც გეტყვი მაგას 3 ნომერი რო ესროლო გაცილებით უფრო სიმპათიურად გამოიყურება. საზამთროს? კი. ცალო. როგორია? 3 ნომერიო ვერაო, ხო რას ვამბობდი? ხუმრობდი, მарлემ, ხუმრობდი. გადასარევი ტყვია არის. აშე გენაცვალე, ხო? ძალიან მაგარი ეფექტი არის. აიგე. ესე кайხანი არ მიხალისია რა. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. მთელი მუღამი ეგ არის რომ თუ ჩვენ ვერთობით იმედი გვაქვს და ამიტომ გონია რომ ჩვენი მაყურებელიც ერთობა. ძალიან დიდი იმედი არის. ერთობით ბიჭებო და გოგონებო. ერთი წუთი, მოდი. ეს რა ერთობა შენთან.
რა ლამაზია. ძალიან ლამაზია. როგორი ცოტა ნაზად ბიჭო. შემიძლია, შემიჭამდა, ჩემ გოგა შეჭამდა. არა და რა ლამაზი ფერი იყო. მეთქი შევაშინებდი, მაგრამ რა შეეშიდა. გვაქვს არჩევანი. კი არა და საშუალება რომ ორივე გავისროლოთ. ახლა შენ ჯერ ჟაკანი და მე ვესვრი კარტიჯს შენის ნებართვით. ოღონდ ცოტა ხო არ გამოიწეოდი, ამიტანი ახლოს ხო არ ვართ მისულები. ხო. არა, პრინციპში ეფექტი იქნება, რა მნიშვნელობა აქვს. წავიდა. გავუშვი. ბიჭო, მალენ ვერ დავინახე და რა ქნა? Slow motion-ში შეგიძლია ნახო. მაგარი იყო? ძალიან მაგარი არის. მე მგონია რომ ეს უფრო მაგარი იქნება. მზად ხართ? გასროლა. ძალიან მაგარი არის. რომელი ეფექტი უკეთესი იყო? თუ ჟაკანი ბრიტავს გადის, კარტიჯი ანადგურებს, მეორე მხარე არ აქვს. ამიტომ ამბობ მე პირადად ჩემი მოგზალებული აზრია, ყოველთვის ამბობ, რომ ფინდიხი ეს 9 კაკლიანი, 12 კაკლიანი ყოველთვის არის თავდაცვითი რა. დიდ ცხოველზე მაგალითად. ჟაკანის სროლას აი ამ დისტანციაზე, 10 მეტრამდე დისტანციაზე. მე რომ მკითხო, ბევრად უფრო ეფექტი აქვს 9 კაკლიანი კარტიჯის სროლას რა. ხო. მაგრამ სამაგიეროდ ნახე მეორე მომენტი არის, აი დაუშვათ სანადირო ვითარებას თუ წარმოვიდგენ. პირობითად ნადირობთ ახსე. კი. ხო და მოპოვებაზე ვართ. აი იქ რას ურჩევდი მაგალითად? არა, იქ ცალსახად ჟაკანს, უბრალოდ მე დიალოგი დავიწყე თავდაცვით მომენტი. ანუ როდესაც მოდის შენზე. კი. როდესაც მოდის შენზე, ხა 10 მეტრში თუ გამოგივიდა, გინდა ნადირობა და არქვი, გინდა მოპოვება და გინდა თავდაცვა. როდესაც შენსკენ მოდის, შეტევაზე არის და აი 10 ნაბიჯი გაქვს დარჩენილი, მე მგონია რომ ეს ბევრად უფრო ეფექტური იქნება. საინტერესო არის ეგეც როგორ შეიძლება კიდე ერთხელ რომ დავტესტოთ. გამოიწერეთ არხი, აქ ძალიან საინტერესოა. მარლენი, ბატონო. მე მგონია არ გვასვენებს ჩვენ გამჩენი. კი, და ლოკაცია ზუსტად მაგიტო შევიცვალეთ რა. ხო, უსაფრთხოა. უსაფრთხო გარემო არის, ფაქტიურად დასახლებული პუნქტი ახლოს არა გვაქვს. დინარეზე ვართ რა, დინარეზე განაცხადი ვართ. არა, აქ სურო ცეცხლი ლიმონკა რო აფეთქო არაფერი არ მოუვა რა. მეც ესე მგონია. შენ რა თქმა უნდა, ეხა მე მწირავ. რა თქმა უნდა. მოემზადეთ. აბა, დავაი, მარლენჩიკ. გასროლა. ვა. ეხა ეს უნდა გამოვაძროთ და აბა რახან ეს ყველაფერი მზად არის? ეს რაღაცი მჭირდება მე. აღარ გჭირდება. ჟაკანი გააქვს? ჟაკანი არ მაქვს, მაგრამ 3 ნომერი უნდა ვესროლო. არა, ფეხებს ვერ მოჭამს. უნდა ვცადო. ვერაფერს ვერ უზავს. მაშინ ჟაკანი სტუდიაში. საინტერესო როგორ ფიქრობ, ავარდება? არ ვიცი, ბიჭო, ისე საინტერესო კი იქნება. ვა, რა ლამაზი არის? შვენიერი ეფექტი ქონდა, მინდა გითხრა. ძალიან ლამაზია. აი ძალიან კარგი ეფექტი ქონდა რა. მეც კი რომ არ ველოდე ვიცოდი რომ გამისწორდებოდა, მაგრამ თლად ესე არ მეგონა. კარგი, საღებავები გადავჭა. ბიჭო, ეს არის მოშვებული ჩემი აზრი ხა?
ჩემო მეგობრებო, როგორც იქნა დავამთავრეთ ჩვენი ასე თქვა ტესტები. ეპოპეა ტესტები. ეპოპეა, ხო, ძალიან საინტერესო რაღაც კადრები ვიხილეთ, რომლებიც მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენც მოგეწონათ. ჩვენი დღევანდელი ასე თქვა ექსპერიმენტის თანამონაწილე იყო ნიკა. რა გვარის ხარ? შენ გენაცვალე, ნელ-ნელა დავიმახსოვრებ. ხო და მოკლედ გემადლიერებით თქვენს ხახნო გამოხატული ემოციების გამო, რომელსაც მე ვიხილავთ ამ ვიდეოს ქვეშ. მალე ჩვენ უკვე ერთხელ ეს აღნიშნეთ და კიდე გავიმეორებ. რა თუ მე და შენ ვერთობით, პრინციპში ჩვენი მაყურებელიც უნდა გაერთოს და მართლა ამას ემსახურება, რომ სანამ სეზონი მოვა და დღე-დღეზე თუ არა და სამკვირაში მოვა, მინდა გითხრათ, დღეის ათვლით რაღაცით ბიჭებს ხო ასე ამუნეთ ერთი საღამო მე მგონი გამომხიარულეთ. რა ცოტას დაგვცინებენ, ცოტას გაიცინებენ და აი ასე რა. შემოგევლეთ. მოკლედ არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. სეზონზე შეხვედრამდე ბიჭებო ძალიან დიდი სიამოვნებით შეგხვდებით ყველას. რამოდენიმე თქვენგანისგან მეც და მარლენს გვაქვს გაგებული რომ აი გნახეთ და მოსვლა მოგვერიდა ნიკუშ. ამიტომ აღარ იყოს ესეთი რაღაცა, როდესაც დაგვინახავთ არ ვართ ჩვენის ხალხი რომ აქვს სიამოვნებდეს მეგობრული ხელის ჩამორთმევა და მობრძანდით და გავიცნოთ ერთმანეთს. ნახვამდის. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება.